სიტყვის თავისუფლებაზე მიდის ამ სივრცეში საუბარი რა მდგომარეობაშია თრიალეთი და რა მდგომარეობაშია ტელევიზიები, ვინც ტყუილის და პროპაგანდის ნიავარს ავრცელებენ პირდაპირ FSB-ს დავალებით ჩვენს ხალხს და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს უტარებენ ქართულ ხალხს. ასე ეხმაურებიან მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებზე ინკასოს დადებას და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომლის წინაშეც თრიალეთი ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ დადგა. ისინი მოსახლეობას კონსოლიდაციისაკენ მოუწოდებენ. მე ამ ყველაფერს უკავშირებ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილს. მათთვის განსაკუთრებული რეგიონი არის შიდა ქართლი და შიდა ქართლის რეგიონი და ისინი საფრთხეს ხედავენ იმ სივრცეში და იმ ადგილში, სადაც შეიძლება თავისუფალი სიტყვა გაჟღერდეს ზოგადად და თავისუფალი სიტყვა ისმოდეს. და მათთვის და მე ასევე მინდა რომ ადამიანებს, ვისაც დღეს თრიალეთის ამ მდგომარეობაში ყოფნა უხარია, ამ ადამიანებს უთხრა ჩემ მეგობრის Facebook-ზე ვნახე ძალიან კარგი აფრიკული ანდაზა და ეს ანდაზა მოიშველიო. ნიანგი რომელიც ჭამს შენს მტერს ის არ არის ის ნიანგი არ არის შენი მეგობარი და ამიტომ ის ნიანგი დღეს რო თუ გონია რომ თრიალეთი არის შენი მტერი და თრიალეთში ჭამს ხვალ მოგადგება შენ და ამიტომ მე მინდა რომ საზოგადოება ზოგადად კონსოლიდაციისკენ მოუწოდო რადგან ერთადერთი ამბავი გააჩერებს ამ ყველაფერს მეტი კონსოლიდაცია, მეტი საზოგადოების გაერთიანება, მეტი დასავლეთის ჩარევა, მეტი დიპლომატების ჩარევა. თრიალეთს სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. მათ ხელისუფლების ქმედება არ გაკვირვებიათ, რადგან თრიალეთი ობიექტურად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მათი თქმით ხელისუფლების ამგვარი ზეწოლა ემსახურება თავისუფალის სიტყვის ჩახშობას. პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო თრიალეთს. მეორე რიგში ვიტყოდი იმას, რომ მე არ გამკერვებია თქვენზე ინკასოს დადება, იმიტომ რომ თქვენ აქტიურად აშუქებდით იმ თემებს, რომელიც ხალხს აინტერესებდა, რომელიც განსხვავებული აზრის იყო. ამიტომ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს ხალხი, არ აინტერესებს მისი აზრი და იშორებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც თulis რომ მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ გამკვირვებია. მე მინდა მანამდე დაიხურა მთავარი, კიდევ TV პირველსაც ემუქრება იგივე ბედი ფორმულასაც ემუქრება და მე მინდა თქვა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თუ არ გამოფხიზდით, ჩვენი საშველი აღარ იქნება. აღარც თავისუფალი მედია გვეყოლება, აღარც თავისუფალი სიტყვის თქმა უკვე აღარ შეგვიძლია და აწი უკვე ვეღარც ვიტყვით. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების წინსვლა და ევროპისაკენ მიმავალი გზა, ეხლა უკვე აი მე არ მეხება ამისი დრო არ უნდა იყოს და ყველანი ქუჩაში უნდა გამოვიდეს. ეს არის გაგრძელება ბიზნა ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მუშაობისა. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წელი აქტიურად ახდენს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას. ეს თრიალეთსაც შეეხო როგორც ჩანს, იმიტომ რომ თრიალეთი აქტიურად აშუქებს იმ პრობლემებს, იმ გამოწვევებს, რაც საზოგადოებაში არსებობს და არ დააყოვნეს 15 წლის მანძილზე შემოდებული თაროზე რაღაც საქმე გამოაგდეს გარეთ და დაიწყეს უკვე თრიალეთის დასჯა. ეს არის ეს და იმედი მაქვს ამ წნეხს გაუძლებს თრიალეთი. მე მახსოვს 2012 წლის მოვლენები, მაშინაც რაღაც პრობლემები ჰქონდა თრიალეთს და მხარს უჭერდი აქტიურად თრიალეთის გადარჩენას და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინაშე ბრძოლა არავის არ გასვლია დარწმუნებულად ბიზნესაც არ გაუვა. ქართული ოცნებისაგან ახალი ამბავი არ არის ის, რომ სრული ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს მედიაზე, კრიტიკულ მედიას ხურავს და ამჯერად როგორც ჩანს უკვე ადგილობრივ მედიასთან ბრძოლა დაიწყო. წლების განმავლობაში ის დავალიანება, რომელსაც არ ეხებოდა, როგორც ჩანს აგროვეს იმისათვის, რომ კრიტიკულ დროს დაერტყათ ადგილობრივი მედიისთვის. თრიალეთის შემოსავლების სამსახურმა დაადო ინკასო. ხშირ შემთხვევაში პატიობენ ხოლმე ასეთ დავალიანებას ან რესტიტუციას უკეთებენ ხოლმე და ნაწილ-ნაწილ ახდევინებენ. თქვენ რას ფიქრობთ, ეს ხომ არ შეზღუდავს ქართულ მედიას, ასევე რეგიონში მომუშავე მედიას? არა მგონია, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ყველაფერი გაირკვევა. დღესდღეობით აქცენტი ყველაფერი გაკეთებული ბატონი ირაკლი ყობახიძემ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ კორუფციასთან არის სასტიკი ბრძოლა გამოცხადებული და მე ვფიქრობ, რომ ის ანალოგები თუ ადრე არსებობდა, რაიმე დარღვევები, ვისი ვიღაცის პირადული გადაწყვეტილებები, მსგავსი ანალოგები აღარ იქნება. ალბათ გაირკვევა ყველაფერი და ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ტელერადიო კომპანია თრიალეთის ანგარიშებს ინკასო 30 ივნისს დაადეს. ტელეკომპანია ამას პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანგარიშს სწორებად აფასებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მცდელობა სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება.